შოთამისხეას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რამდენიმე სტრატეგიული სახელმწიფო საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა Summer Job, საზაფხულო დასაქმება, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტმა დაასაქმა სხვადასხვა უნივერსიტეტის 45 სტუდენტი. დღეს შოთამისხეას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, სტრატეგიული საგანმანათლებლო სახელმწიფო პროექტები ხორციელდება. უპირველესად დავასახელებდი Summer Job-ის პროექტს, ანუ ზაფხულის დასაქმების პროექტს, რადგანაც ის უკვე მილევად შეწყდა 20 აგვისტოსკენ იწყება და შემიძლია გითხრათ, რომ 45 სტუდენტს სხვადასხვა სასწავლებლიდან, ეს არის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენთან ჩაერთნენ სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყო არქივის მასალებზე მუშაობა, იყო ელექტრონული კატალოგები ბიბლიოთეკის, ძალიან კარგად შეიმეცნეს და შეისწავლეს საქმის წარმოების წესები საფაკულტეტო საბჭოებზე და დეკანატებში. ძალიან მნიშვნელოვანი ასევე იყო ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტების ჩართულობა ჩვენი პროგრამების კატალოგების ინგლისურის თარგმანში. სტუდენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით კმაყოფილები არიან და ერთთვიან მუშაობას საკმაოდ ნაყოფიერად მიიჩნევენ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოვახერხე და დავრეგისტრირდი Summer Job-ზე. განსაკუთრებით გამიხარდა ის, რომ ჩემს რეგიონში მოვხვდი სამეგრელოში და ამ უნივერსიტეტში ძალიან მეგობრული თბილი გარემო დამხვდა, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ Summer Job-ის განმავლობაში და ძალიან კმაყოფილი ვარ. საზაფხულო დასაქმების პროექტის გარდა უნივერსიტეტში მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ისწავლე დღეს დასაქმდი ხვალ პროექტის განხორციელება. მნიშვნელოვანია ასევე პროექტი, რომელიც არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ისწავლე დღეს დასაქმდი ხვალ პროექტი, რომელშიც წლის განმავლობაში 20,000 ადამიანი უნდა გადაემზადოს პროფორიენტაციაში, პროფესიული გადამზადების კურსები დაიწყება 15 სექტემბრიდან და მინდა განვაცხადო, რომ რეგისტრაციები მიმდინარეობს ჩვენთან უნივერსიტეტში, ხოლო სწავლება ინგლისურის, კომპიუტერისა და პროფორიენტაციის კურსების დაიწყება 15 სექტემბრიდან და გასტანს 15 ნოემბრის ჩათვლით. გარდა ამ საგანმანათლებლო პროექტისა, უნივერსიტეტში ხორციელდება ასევე მნიშვნელოვანი პროექტი ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებაზე მიმართულ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ქართული ენის სწავლების თანამედროვე სასწავლო მასალების შექმნა, ყველა არაქართულენოვან სკოლაში ბილინგური სწავლების დანერგვა, მასწავლებელთა გადამზადება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების ჩართულობა ისეთ ვიტყოდი გრანდიოზულ პროექტში, რაც სამინისტროს მხრივ დაიდო პორტალზე და ასევე ხორციელდება, ეს არის ქართული ენის მომავალი წარმატებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი პირველი კურსდამთავრებული ჩაერთო ამ პროგრამაში და უკვე კიდევაც გაიარა ტრენინგები და უკვე ჯავახეთისკენ გაუწევს გზას და იქ უკვე თავისი მიღებული წარმატებული განათლებით შეძლებს დააკვალიანოს უკვე არაქართულენოვანი ბავშვები. ძალიან დიდი სიხარული იყო, რომ ამ პროექტში მოვხვდი. ვარ შოთამისხეას უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული და ჩემთვის დიდი სიამაყის გზომით ვამბობ, რომ ამ უნივერსიტეტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე გამეგრძელებინა ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის პროექტში მონაწილეობა და ყოფილიყავი წარმატებულად ჩართული ამ პროექტში. ესთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ამ უნივერსიტეტის რექტორს პირადად. შოთამისხეას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ერთადერთია რეგიონში, რომელიც შემოდგომიდან იწყებს უფასო სწავლებას პროფესიულ პროგრამებზე სამინისტროს მიერ დაფინანსებული 1000 ლარიანი ვაუჩერებით. რეგიონში ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახლავთ შოთამისხეას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც იწყებს უკვე შემოდგომაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველი, მეორე, მესამე საფეხურის განხორციელებას, რომელიც იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ცნობილი ვაუჩერით, 1000 ლარიანი ვაუჩერი. ეს არის უფასო სწავლება, გამოკვეთილი არის მინისტრის ბრძანების პრიორიტეტული პროგრამები და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახალი სტანდარტებით არის დამტკიცებული, ეს გახლავთ კრიმინალისტის პროგრამა, რომელიც უკვე მესამე საფეხურზე 9 კურსდამთავრებულის ბაზაზე შესაძლებელია მივიღოთ, მხოლოდ უნდა იყოს სასაკობრივად მხოლოდ 17 წლის. უნივერსიტეტი სექტემბრიდან სტუდენტებს არაერთ სიახლეს შესთავაზებს.